გამარჯობათ. ეხლა მე მინდა გაჩვენოთ თუ როგორ შეგვაქვს გოლა პროფილი კარადაში და როგორ ხდება მისი ასე ვთქვათ ფორმირება კარადის შემთხვევაში. როცა გვაქვს უჯრები და პრინციპში კარებებზეც ძალიან მარტივად ხდება მისი გამოტანა. მოკლედ ჩვენ გვაქვს ესეთი ოპცია, რომელსაც ქვია PR-ი და ეს ნიშნავს პროფილს. დავაწყაბუნეთ PR-ს და შევდივართ. აქ და ვეუბნებით ეს და აი გამოვიდა პროფილი. L პროფილი. ვთქვათ, მოდით ფასადი ვნახოთ, გადამჟარი ფასადი. გამოვიღოთ დავსვათ აი აქ, აი ნახეთ როგორი გამოვიდა. მე ამ ფასადში შევდივართ და ვეთქვით რომ ეს გაიყოს ორად. აი ესე. და ჩვენ გვაქვს ასევე მოდიფიკაციაში რო გადავიდეთ ფასადის ზომების ცვლილება. აი ეს გამოდის აი ესეთი პანჯარა. სადაც ჩვენ შეგვიძლია ერთ ნახევარის მაგრად აქ ჩავწეროთ 30 და ვთქვათ ოკეი. ნახეთ აი ესე გამოვიდა და ფაქტურად შეგიძლიათ კარები გააღვოთ მარცხენა მარჯვენა ნახოთ როგორ ხდება. აბატონო აქ მე მგონი ყველაფერი გასაგებია. მოდი ახლა ჩვენ ეს ფასადები მოვაშოროთ, ასე ვთქვათ, delete უთხრათ და ჩავსვათ უჯრები. ახლა ამ უჯრებს შევდივართ იარშიკში, სადაც ნახულობთ რაოდენობა უჯრების რაოდენობას, გადავდივართ ორ უჯრაზე. მოდი ესე გავაკეთოთ, რომ აქაც არემ ფასადები ჩამოვიოთ 30 მმ-ით, იმიტომ რომ გოლა პროფილზე დაახლოებით 30 მმ-ით უნდა ჩამოვიოთ ფასადები. აი ესე. კი ბატონო. და ჩვენ შეგვიძლია ასევე გადავდივართ აქ დანიშნე აქ სანებას ვაზრებთ, რომ ეს იყოს გადამჟარი ფასადი. მე შევდივართ იარშიკში ისევ და 20 სლევა ნაკლად მივუთხრათ. გადამჟარი, აქაც გადამჟარი და აქაც გადამჟარი, კი ბატონო. და მე ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში ნამდვილად ბევრი იყო 30 მმ ფასადისთვის. მოდი ისე ეს არის რაოდენობა ფასადის, ხო? ბატონო. სწორია, გადავიდეთ აი 30 მმ, ხო, აქ მე მაგალითად ვიცემდი 25 მმ, კი ბატონო. ახლა პრინციპში ნორმალური არის, რომ ადამიანმა ხელით შეძლოს ფასადის გამოღება, უჯრის გამოღება. მოდი, რა ვქნათ იცით, ეს საზღვარი არ გჭირდება, რომ დავინახოთ კარგად რა ხდება შიგნით. აი აქ. და ახლა ჩვენ გვინდა შევდივართ პროფილში და ვიცით აქ სხვა ფილმების პროფილები გვაქვს და განსხვავდება ასე ვთქვათ ეს პროფილები ზომებში. ვირჩევთ აქ ჩავკლიკოთ U პროფილი და ავირჩიოთ ორიანი ერთიანი უпростоრად U პროფილი, ხო? აი სურათზეც გიჩვენებ თუ რამდენი არის, თუ სამიანზე არის, სამიანი არის, მაგრამ
იშვიათად არის რომ სამიანი იყოს. ავირჩიეთ ეს პროფილი, მაგრამ ნახეთ აი სად დაჯდა ეს პროფილი. ამიტომ ეხლა ისევ შევდივართ აი აქ და ვეუბნებით ესე იგი რომ გავასწოროთ ეს პროფილი. ჩვენ აი აქ უნდა ჩავწეროთ რომ მოდი ესე ვნახოთ სიმაღლე 5-ის გვაქვს 780, ესე იგი 780 გავყოთ 2-ზე და გამოვაკლოთ 74 და ენტერი. აი ნახეთ როგორ დაჭრა. ფაქტობრივად ეს შეგვიძლია ჩავთვალოთ რომ ეს არის ფორმულა თქვენთვის. ეხლა ნახეთ აქ რა ხდება. აქ ხდება ის რომ 5 ედება ფაქტიურად სავლელი ედება ალუმინის ეჯახება ალუმინის პროფილს. ამიტომ რა უნდა გავაკეთოთ? შევიდეთ ისევ აქ. უბრალოდ აქ არა. იაშიქზე დავაწყაპუნოთ, შევედით იაშიქში და ვეუბნებით გადაჭრა იაშიქში შევდივარ და აი აქ. აქ გვაქვს ჩვენ პოზიცია იაშიკა, ხო? მოდი ავწიოთ 30 მმ-ით ეს ჩვენი პოზიცია და რას მივიღებთ? ნუ თითქმის 10 დაიქ, მაგრამ მოდი ავიღოთ 35 მმ, მეტი ნამდვილად აღარ იქნება საჭირო. 35. მოკლედ აი აქ მოხდა ესეთი რამ. გასწორდა ასე ვთქვათ სავლელი პროფილთან მიმართებაში აღარედება და ნუ აი ესეთი რამ მივიღეთ, რაც ძალიან კარგად გამოვიდა და ეხლა მოდი ვნახოთ დავაწყაპუნოთ ესე იგი 5-ს და ვნახოთ შევიდეთ პროფილში და ვნახოთ ორიანი შემთხვევაში რა ხდება. ვეუბნებით OK-ს. აი ნახეთ. ვეუბნებით OK-ს. მოდი კიდე ერთხელ ხო. კი ბატონო. და ეხლა რა გვჭირდება თუ ესეთი რამ გვაქვს, გვჭირდება სამიანი 5, ხო? ეხლა დავაწყაპუნოთ ისე 5-ზე, შევდივართ იაშიკში და შევდივართ აი აქ, კარიჩეს თუ იაშიკო. და დავბრუნდებით უკან და ვეუბნებით 3-5-იანს, ხო? კი ბატონო. ვთქვათ OK. აი ნახეთ. მივიღეთ აი ასეთი რამ. მოდი ეხლა ჩვენ შევიდეთ ისევ აქ. და აი აქ ფაქტიურად ჩამოსული არის დაბლა, მაგრამ აქ უთხრათ რომ გვინდა დაახლოებით 15 მმ ჩამოწევა. კი ბატონო, იყოს ესე. კიდევ შევედით. და აი აქ ჭირდება 30 მმ-ით. აქაც 30 მმ-ით. კი ბატონო. ოკეი. აი ბატონო, აი ესე დაშორდა ეს ჩვენი ფასადები ერთმანეთს 30 მმ-ით. ეხლა ვნახოთ აქ რა ხდება. ესე იგი, მოდით დავაწყაპუნოთ 5-ზე, შევედით პროფილში, შევდივართ აი აქ და აი აქ უნდა ჩავწეროთ ციფრები. ეხლა მოდით ქვევით და ციფრები რაც უნდა ჩავწეროთ ეს არის ესე იგი აქ გვაქვს ჩვენ 5-ის სიმაღლე 780 გავყოთ 3-ზე და მინუს 74. ნუ უცბარით ენტერი, ხო? აი ნახეთ, როგორ დაჯდა ეს აქ. ეხლა ვნახოთ აი ეს როგორ გავასწოროთ. აქაც უნდა ჩავწეროთ რომ 780 გავყოთ 3-ზე, გავამრავლოთ 2-ზე და მინუს 74. აბატონო. აი ნახეთ, აი აქაც მშვენივრად დაჯდა. კი ბატონო, მე მგონი აქ გაურკვეველი არაფერი არ არის. შეგვიძლია თუ ჩამოწევა გვინდა ამისი კიდევ, ხო? შეგვიძლია ცოტა მეტზეც ჩამოწიოთ. 74-ის მაგივრად აი აქ. ესე იგი. აი აქ ჩავწეროთ, ნუ დავუშვათ
85. აბატონო, ოკეი. ნახეთ. ახლა ნუ ასეთ ესე გასაშვალოა, მაგრამ შევხედოთ ახლა აქ როგორ აქვს სიტუაცია. აქ ორივე ნაწილში ფაქტიურად შევდივართ იაშიკში, შევდივართ აი აქ და შევდივართ აი აქ და ფაქტიურად პირველი და მეორე ესენი ყუთები უნდა ავწიოთ ზევით, ხო? მოდი ავწიოთ რამდენით პოზიცია, ნუ თქვათ 35-ით. და აი ესეც ავწიოთ 35-ით. და ნახოთ აბა რას მივიღებთ. კი ბატონო. შვენივრად დადგა ეს ყუთები ერთმანეთთან. პრინციპში კარგი არის, კარგად არის დაშორებული. ისე რომ არ მოედოს ალუმინის პროფილს და ეს მინდოდა მე თქვენთვის მეჩვენებინა და მე მგონი ყველაფერი გასაგებია თქვენთვის ფორმულა თუ როგორ უნდა გამოიყენოთ ორიანის შემთხვევაში, სამიანის შემთხვევაში, ნუ ეს სტანდარტულად ასეთი ტიპის ფორმულა არის და ითვალისწინებთ ყუთის რა თქმა უნდა სიმაღლეს 780 და იქიდან გამომდინარე გამოდიხართ შემდეგ ამდენზე გაყოთ და რამდენი გამოაყროთ. მოკლედ მე ვფიქრობ რომ ყველაფერი დღესავით ნათელია, მშვიდობებით ნახვამდის.